ლუკა, მიდი დედიკო ჩანთა მოიტანე და მეცადინეობა დავიწყოთ. აუ, ცოტა ხანია და ვიმეცადინეებ. დედა, დავიღალე ცოტა ხანით. მერე ვეღარ ასწრებ მეცადინეობას და 10 საათზე ხომ უნდა დაიძინო არა? მიდი ნუ გეზარება. ო, კარგი. მიდი, უცბად გაიქეცი მოიტანე. ლუკა, დაუჩქარე. ო, მოდი. ახლა ჩანთა გახსენი და წიგნი ამოიღე. ახლა გადაშალე ლუკა და წაიკითხე. ვაიმე ლუკა, ყველაფერი მე უნდა გითხრა, ხო? ანუ ჩანთა მოიტანე, გახსენი, წიგნი ამოიღე, გადაშალე, წაიკითხე. შენით ვერაფერს ხვდები? დაიწყე კითხვა, მიდი. იყო ერთი ხელმწიფე. ყავდა ერთადერთი ქალი, რომელიც სილამაზით მზეს ეცილებოდა. და წყალი მინდა. აი ზუსტად ვიცოდი რომ ახლა მოგწურდებოდა წყალი. აი ზუსტად ვიცოდი. არა და მთელი დღე ერთი ყლუპიც არ დაგილევია, ხო ესეა? მაგრამ მეცადინეობა რომ დავიწყეთ, უკვე წყალი გწურია. კარგი, წადი და დალიე, მიდი. ლუკა! ლუკა, მან ბისკვიტი დევს და გამოიყოლე რა დედა. კაი. გააგზელე. მიდი. მამა ქალის მთხოვნელებს ეუნებოდა. ამა და ამ ადგილას, ამა და ამ ბაღში იზრდება უკვდავების ვაშლის ხე. ვინც იმ ხის ნაყოფს მოიტანს, ჩემ ქალს იმას მივათხოვებ. მერე? და საკუთარი მინდა. გადი. არა ლუკა, აი მართლა დავიღალე რა, მართლა დავიღალე. იწყებს მეცადინეობას და მაშინ ახსენდება საპირფარეშო, წყალი, ჭამა და საერთოდ ყველაფერი. იცი რა ლუკა, მე ამდენი ნერვები არ მაქვს დედა რა. აი მოვიდეს მამა შენი და იმან გამეცადინოს. გააგრძელე კითხვა. მიდი. ბევრი ვაჟკაცი წავიდა ვაშლის საძებნად, მაგრამ უკან დაბრუნებული არავინ უნახოთ. მერე? ხელმწიფის სასახლის მახლობლად ერთი მეჩონგური ცხოვრობდა. ერთი წუთი. ხოლიკა. ხო? არაფერს სახლში ვარ. მოხვედი შენ? არა, კაი გამოვალ. კი, კარგი. გამოვალახლავე. კარგი. ესა ლუკა. მიდი შენ დაასრულე ამის კითხვა. მე უცბად ლიკასთან გავალ და მალე გამოვალ, კარგი? მიდი. სად მიდიხარ? მე სამეცადინე მოგდა შენი დახმარება მჭირდება. შენ კი მეზობელთან გადიხარ საჭორაოდ. რა საქციელია ეს? როცა მეცადინეობას ვიწყებ, ან ლიკასთან გადიხარ, ან ტელეფონზე ლაპარაკობ, ან კი რას მოიფიქრებ. ჯერ შვილს უნდა დაეხმარო და შემდეგ უნდა მოიცალო გართობისთვის. რა დღეში ხარ ლუკა? ასეა, ბავშვს რაც ესმის ოჯახში, იმას სწავლობს.